მოგესალმებით, მე მარიამ ჩხიკვაძე ვარ, ეს კი ჩოხატაურის სათემო რადიო, მისი ხმა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტი ხორციელდება DVB International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მისი მიზანია ქალების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლება. დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს წითელი ჯვრის ინტეგრირებული დღის ცენტრის ჩოხატაურის ფილიალის მენეჯერი თამარ კოროშინაძე. თამარ, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვიწყეთ და გვეწვიეთ გადაცემაში. მოგესალმებით, დიდი სითბო და სიყვარულით. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან სტუმრობა და დიდი მადლობა იმ შესაძლებლობისათვის, რომ ჩვენ საშუალება გვაქვს ვისაუბროთ წითელი ჯვრისა და კერძოდ ჩოხატაურის ფილიალის შესახებ. დიდი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ, რომ დაინტერესდით და დაგვიწყეთ დრო. მოდით პირველ რიგში მოგვიყევით, როდის როგორ დაარსდა საქართველოს წითელი ჯვრის ფილიალი. დიახ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქართველოში საუკუნეზე მეტს ითვლის. იგი 1918 წელს დაარსდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაცია, ემსახურება განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების ხვედრის შემსუბუქებას, მათი სიცოცხლისა და ღირსების დაცვას. იგი არის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი 1997 წლიდან, ხოლო მისი არსებობის ისტორიაში პირველად 192 ეროვნული საზოგადოების წარმომადგენლის მიერ არჩეულ იქნა მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის 20 კაციან მმართველთა საბჭოს წევრად. ქვეყნის მასშტაბით საქართველოს წითელი საზოგადოება წარმოადგენს ერთადერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის ნომერ 508 დადგენილების შესაბამისად აქვს შემდეგი ფუნქციები. მონაწილეობს სამძებრო და სამაშველო საქმიანობებში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგობო სიტუაციების მართვის სააგენტოს კოორდინებით ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციების შედეგების აღმოფხვრაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამხმარე რგოლი დაზარალებული მოსახლეობისათვის პირველი დახმარების უზრუნველყოფაში და საველე ჰოსპიტალის მოწყობაში. ასევე ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაზარალებული მოსახლეობისათვის წყლისა და საკვების მიწოდებაში საგანგებო სიტუაციების დროს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჩვენს ქვეყანაში თავის საქმიანობებს ახორციელებს როგორც საერთაშორისო, ასე ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით. შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებებით: კატასტროფების მართვა, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოციალური მხარდაჭერა. მადლობა თამარ და ახლა უკვე ვისაუბროთ უშუალოდ ჩოხატაურის წითელი ჯვრის ფილიალის შესახებ. დიახ, ჩოხატაურის წითელი ჯვრის ფილიალი, ადგილობრივი ფილიალი 2014 წლის სექტემბერში დაარსდა. ეს პროექტი 2013 წელს დააფინანსა ევროკავშირის და დანიის წითელმა ჯვარმა, სადაც შეირჩა ადგილი გარემონტდა დანიის წითელი ჯვრის მიერ და ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით და სწორი გადაწყვეტილებით შეიქმნა ფილიალი, სადაც დაფუძნდა ინტეგრირებული დღის ცენტრი. თუმცა მე როგორც ვიცი, ჩოხატაურში წითელი ჯვარი მანამდეც უკვე დიახ, როგორც ასეთი დღის ცენტრი არ იყო ინტეგრირებული დღის ცენტრი, თორე როგორც ასეთი ფილიალი, ჩოხატაურის წითელი ჯვრის ფილიალი დიდი ხნის ისტორია აქვს და ძალიან კარგი ისტორია გვყავდა შესანიშნავი ფილიალის მოხალისეები, თავმჯდომარეები, განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებული. ადრე ბერძენიშვილი იყო, როგორც მე გადმოცემით ვიცი და მე პირადად ქალბატონი დარე ჯანყაჭეიშვილის მოხალისე ვიყავი, როგორც ჩოხატაურში დავიწყე საქმიანობა და მუშაობა.
საავადმყოფოში მუშაობდი ეკონომისტად, ქალბატონი დარეჯანი გავიცანით, ძალიან კეთილშობილი, უაღრესად სითბოთი და სიყვარულით გამსჭვალული ადამიანი იყო და მისი მოხალისე ვიყავი მე და გამიჩნდა სურვილი, რომ მეკეთებია ეს სითბო და სიკეთე და ქველმოქმედებით მევლო ჩემი ცხოვრების წლები. მეჩუქებინა ადამიანებისთვის თუნდაც ერთი წუთი, რომ ყოფილიყვნენ ბედნიერი და შეძლების დაგვარად, ჩემი შესაძლებლობების და გამომდინარე შეძლების დაგვარად დავხმარებოდი თითოეულ მათგანს. საერთოდ როცა ადამიანი ქველმოქმედებას აკეთებ, შინაგანად ხარ ბედნიერია, როცა საკუთარ თავთან რჩები, ფიქრობ, რომ აბა მე დღეს ვისრა ვარგე და შემიძლია ვიფიქრო ამ საკითხზე, რომ ვცდილობ ბევრ ადამიანს მოუტანო სითბო, სიყვარული და ვეხმარები შეძლების დაგვარად. როცა ვინმეს ეხმარები და ბედნიერებას ანიჭებ და გალაღებული თვალებით ვიყურებს, ეს არის ერთ-ერთი ბედნიერება ადამიანისთვის, მე ასე ვფიქრობ. სრულებით გეთანხმებით ნამდვილად. გაბრწინებული სახით რო შემოგხედავს ადამიანი და გაჭირვები, ყველაზე დიდი ბედნიერება გაჭირვების ხანს რო დაეხმარები და დაუდგები გვერდში. და მოდით ახლა უკვე ვისაუბროთ იმაზე, თუ რას საქმიანობთ ჩოხატაურის წითელი ჯვრის პერიოდში თვით ცენტრში, რაც სერვისები გაქვთ და ვინ არიან თქვენი ბენეფიციარები? დიახ. ჩვენი ხანდაზმულთა დღის ცენტრში ძირითადად ხანდაზმულები და მოხალისეები მონაწილეობენ. ეს არის ადგილი, სადაც აქვთ სურვილი ხშირად შეხვდნენ ერთმანეთს, აქვთ სურვილი ქსოვა ასწავლონ ახალგაზრდებს, მოხალისეებს, ხდება თაობათა შორის ურთიერთკავშირი, გამოცდილებების გაზიარება, აი თუ გინდა ქსოვლის ჯგუფი, კერვის ჯგუფი, აქვთ აგრეთვე კულინარიული ნიმუშები, აგრეთვე მოაქვთ სარეცხი რეცხვის ჯგუფი და რა ვიცი, საკუთარ თავს ბედნიერად გრძნობენ. ასევე ხანდაზმულები ხშირად აღნიშნავენ დაბადების დღეებს, სადღესასწაულო ღონისძიებებს და აქვთ თავისი უნარის და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, თავისუფალი გარემო, მისთვის სასიამოვნო. ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებებს, თითქოს მკურნალობასაც უნიშნავენ ერთმანეთს. რა ვიცი. მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი სივრცე გარემო არის ჩოხატაურში, სადაც ხანდაზმულებს შეუძლიათ, რომ თავი იგრძნონ თავისუფლად, დამოუკიდებლად, თავიანთ ჭირვარამსაც უზიარებენ ერთმანეთს. აქვთ საშუალება აი უცხოეთში მყოფ შვილებს ინტერნეტის საშუალებით დაუკავშირდნენ. და ძალიან კარგია, რომ აი მოხალისეების სახით ხელს უწყობ თაობათა შორის კავშირს. დიახ. და როგორ შეიძლება რომ გახდეს ადამიანი წითელი ჯვრის მოხალისე და ჩვენთან რა უნარების განვითარებას უწყობს ხალხი? ჩვენთან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს წითელი ჯვრის წევრიც და წითელი ჯვრის მოხალისეც. ეს არის უწყობს ხელს ჰუმანური თვისებების განვითარებას, იყო უფრო მიმტევებელი, საქმის ერთგული და აკეთოს სიკეთე. და ჩვენს ხანდაზმულებს გაუხანგრძლივოთ, რაც მთავარია სიცოცხლე. მეც მქონდა ახლა თვითმფრინავობა, რომ თქვენს ბენეფიციარებთან ურთიერთობა მქონოდა და ნამდვილად ძალიან დიდხანს გამყვება ეს პოზიტიური ენერგია და დადებითი ემოციები. მე როგორც ვიცი, ასევე კოვიდის დროს საკმაოდ აქტიურად იყავით თქვენ ჩართული, ხო? დიახ, კოვიდ პანდემია იყო, ესე იგი მსოფლიოსთვის ახალი გამოწვევა და მით უმეტეს საქართველოს წითელი ჯვრისთვის ჩვენ მაქსიმალური გავაკეთეთ იმისათვის, რომ ჩვენს მოსახლეობას გვერდში დავდგომობდით, შეძლებილის დაგვარად დავხმარებოდით სურსათის შეგროვებაში, მიტანაში, საპენსიო კარტებით ბანკში, რომ აეღოთ პენსია, მაღაზიებიდან პროდუქტი რომ მიეღოთ, რიგი რო დაცული ყოფილიყო უსაფრთხო და რომ ეს
შეძლების დაგვანად პირბადეებით და იმით ვეხმარებოდით და ქონდა შესაძლებლობა ბინაზეც მიქონდა პური და აუცილებელი მოხმარების საგნები, აუცილებელი მედიკამენტები. ძალიან დიდი მადლობა თამარ, მადლობას გიხდით რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ასეთი სიყვარულით და პასუხისმგებლობით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ეს პირველად საფუძველი ჩაუყარა ამ ასეთი კარგი საქმის, ასეთი ცენტრის გახსნას ჩოხატაურში და პლუს ამას ადვილობრივ ხელისუფლებას რომ ძალიან დიდი წვლილია მათი რომ ეს ცენტრი ფუნქციონირებს და დღეს ამ ხანდაზმულებს და მოხალისეებს აქვთ საშუალება რომ იარონ ცენტრში და გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები, ახალგაზრდები ბევრ პროექტებს წერენ, აგერ სამაგიდო თამაშები დაწერეს პროექტი და მოიგეს და მოდიან და ერთობიან. ხანდაზმულებს აქვთ საშუალება წავიდნენ ექსკურსიაზე, დაბადების დღეები აღნიშნონ, სხვადასხვა ღონისძიებებს გააკეთებენ თავისი ნებასურვილით, რაც მათ სურს და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევუწყოთ ხელი. ბედნიერი ახალი წელი ყოფილიყოს მთლიანად საქართველოსთვის და ჩვენი ჩოხატაურისთვის და ჯანმრთელობა და სითბო და სიყვარული მოეტანოს, რა ვიცი. ჩემი მიზანი და დევიზია ვიცხოვროთ სითბოთი და სიყვარულით, მით უმეტეს სხვა არაფერი არ შევჩერდ. აი ნამდვილად თუ სიყვარული არა გვაქვს ერთმანეთში, ჩვენ ერთად არ შევიკრებოდით დღეს. აი ხანდაზმული ქალბატონების დაგერო მომძალდნენ ყველა ჩვენ მე ლექსი მაგ დაწერილი ამ დიდებულ საქმოს სახში მართლაც რომ სითბოთ და სიყვარულით შემოხვდა ყველა და თავიდან აი ასე თავიდან ბოლომდე სიყვარულით და სიხარულით ვერშიდეობით ერთმანეთს როცა გავდივართ აქედან. დიდი მადლობა ამ ხალხს, დიდი მადლობა ამ განფუძლებელს ჩვენ უკვე ხანში შევდივართ და ბამბოს ახალ ჩემი დაწერილი ლექსიდან როდის გავიდა წლები მოხედვა ვერ მოასარი მომიახლოვდა სიბერე მომიახლოვდა ზამთარი ხელებს დაუხედე დაკოშვით სახეზეც ვითვლი ნაოჭებს რა დრო გასულა ვერც მივხვდი მე მხოლოდ აგი მაოცებს არ დადო არც ამიტდაზე ჩემი ჭაღარა ხნულისა სიბერე მისრო მე რა გული მაგ გაზაფხულისა გლოცა